ერთ-ერთ საფონდო ოთახში, ეს არის კავკასიური ტანსაცმლისა და ქსოვილების ფონდში, კეთდებოდა ინვენტარიზაცია. და ინვენტარიზაციაში დიდი რაოდენობით შემხვდა სხვადასხვა ასაკის ბავშვთა სამოსი. შესაბამისად, სხვა ფონდებში მუშაობისას მქონდა ნანახი საბავშვო ჭურჭელი, საბავშვო მოდელები ამა თუ იმ შრომის იარაღებისა და იდეა დამებადა მაშინ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ კი ერთ დღეს ვაჩუქებდით დიდებს იმისთვის, რომ დაბრუნებულიყვნენ ბავშვობაში და ბავშვებს იმისთვის, რომ გაერკვიათ, როგორ იზრდებოდნენ და რითი ერთობოდნენ მათი თანატოლები 100-150 წლის წინ. აქ არის წარმოდგენილი რამდენიმე სახის აკვანი, ერთია აფხაზური, მეორე ჩრდილოეთ კავკასიური, ხოლო მესამე გახლავთ აკვანი ჰამაკი, რომელიც არის ირანული წარმოშობის, საქანელა აკვანი ჰქვია მას და მინდა გითხრათ, რომ აკვანი ჰამაკის სახეობა ქართულ სივრცეშიც არის დამოწმებული. ძალიან საინტერესოა ასევე ამ ქართული ტიპის აკვნებიდან სერგი მაკალათიას მიერ ხევსურეთში გადაღებული ფოტო, სადაც წარმოდგენილია ხევსური დედა თავის პატარა შვილთან ერთად. აქ ერთ-ერთი საინტერესოა და სხვათა შორის ძალიან უცხო ნივთებია ახლანდელი ბავშვებისთვის. ხილაბანდი, რომელიც აუცილებლად ბავშვს უნდა ქონოდა, ჩვილ ბავშვს თავზე წაკრული, რომ დაცული ქონოდა მას როგორც თავის სივრცე, ასევე ყურები და არტახები, რომლითაც ბავშვს ამაგრებდნენ ხოლმე აკვანში. ზოგადად აკვანი ვიცით ჩვენ, რომ გვიან შემოდის საქართველოში, ეს არის შუა საუკუნეები და მომთაბარე ხალხს უკავშირდება, მანამდე ქართულ სივრცეში არსებობდა ისეთი აკვანი, რომელიც არ ირწეოდა. ერთი მნიშვნელოვანი ნივთი მინდა გაჩვენოთ, რომელიც არის ძალიან იშვიათი. მე რამდენადაც მაქვს ცნობა, შესაძლოა ეს ნივთი იყოს ერთადერთი საქართველოში არსებულ მუზეუმებში, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით. ეს არის მშობიარე ქალის ბადის სახელწოდებით შემოსული. იმერეთიდან, რეგიონი გახლავთ იმერეთი, ეს არის ჩვეულებრივ წითელი ქსოვილისგან, წითელი ძაფისგან ნაქსოვი ბადე. ეს სივრცე გახლავთ გართობა თამაშობის სივრცე. მე ვახსენე ინტერვიუში, რომ მნიშვნელოვანი იყო ბავშვის მშრომელად გაზრდაში. ამისთვის ბავშვისთვის ამზადებდნენ ხოლმე პატარა შრომის იარაღებს. ამზადებდნენ ასევე მარნის ინვენტარს. საწნახელს, სადღვებელს, რძის სადღვებელს. ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ბავშვს თეორიული ცოდნა მიეღო, მანამ თვითონ შექმნიდა ფიზიკურ შეძლებამდე, მივიდოდა, რომ მე ეს ყველაფერი პრაქტიკაში განეხორციელებინა. ეს არის თიხის ფიგურები, მოწერნაკებულია. ძირითადად არის წარმოდგენილი ჩრდილოეთ კავკასიიდან, ბალხარიდან, მაგრამ გვაქვს ასევე ქართულებიც, მაგალითად, სოფელ კორბოულიდან ცხენის ფიგურა თიხისგან დამზადებული. ეს არის ხალხური დედოფლები, ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვებისთვის ამზადებდნენ თოჯინებს და მე შევძელი შეძლების დაგვარათ, რომ ამ თოჯინებში დამენახებინა ზოგადად კავკასია, იმიტომ რომ აქ არის წარმოდგენილი ქართველები კუთხეებიდან, ყავს რაჭველი, ყავს ქართლელი, კახელი, თიული, თუში, თბილისელი და ასევე ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში ცხოვრები სხვადასხვა ეთნოსთა ხალხური დედოფალები. გვაქვს ასევე მოძრავი თეატრი, ეს არის ქართული ტრანსპორტის სახეობები, როგორც არის ტივი, ურემი, გემი.
ბავშვები ამზადებდნენ ხოლმე და ბავშვებისთვის ამზადებდნენ დედოფალებს მცენარეებისგან. ეს მათი ერთ-ერთი საყვარელი გართობა იყო. და სხვათა შორის უმეტესობას თავისი სახელი აქვს. ძიძიქალები ყავს, თოჯაგოგო ყავს, ბერიკა ყავს. ეს უკვე არის ხელგარჯელობის ვიტრინა. აქ არის წარმოდგენილი ბავშვების მიერ ხელით შექმნილი სამოსის ნაწილები, თოჯინები, პატარა საქსოვი იარაღები. ბევრს მოაგონა თავისი ბავშვობა, უფრო მეტად გურიაში დასვენებისას, აი ამ გორიალამ. გვაქვს პატარა ქალამნები, პატარა სათამაშო აკვნები დედოფლებით. ფეხმძიმე ძიძიქალაც ყავს, რომელიც საკვანთან დგას. შემდეგი თემა არის საბავშვო სამოსი და ეს თემა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი კოსტიუმის კომპლექტით და ეს არის ჩოხა, ახალუხი და ყაბალახი ჩექმებით და ეკუთვნოდა ძმების ზუბალაშვილებს. აქ არის წარმოდგენილი ქართველი ბავშვების ტრადიციული სამოსი. აქ ხაზგასასმელია ის, რომ როგორც უფროსები იმოსებოდნენ ანალოგიურად, ოღონდ მცირე ზომებით, მცირე მასშტაბებით იმოსებოდნენ პატარები. აქ არის წარმოდგენილი ქულაჯა, ახალუხი, ბავშვის ელეგი, გოგონას ახალუხი, ქათიბი. ეს არის თურქეთში მცხოვრების სომეხი ბავშვების ტანის სამოსი. აჭარელი. აი უშუალოდ ამ ნივთებზე მუშაობისას გამიჩნდა იდეა, რომ გაკეთებულიყო ის, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ.